Jöbშვიდობის, როგორ ახართ? მე უკეთესად მგონი. ამის გარეშე ასე გამოვიყურები. მე ხალხ თითქოს შემიძლია ვარანცავის მოედნამდე და ცოტა იმის იქითაც ჩასვლა. დისკომფორტია ჩემთვის ტანსაცმლის მორგება და მაკიაჟის გაკეთება. ხო არიან მე მაგალითად მყავს ბავშვობის მეგობარი, რომელიც ნაგვის გადასაყრელადაც არ გადის პამადის გარეშე. ეგ ჩემთვის დისკომფორტია. მისთვის ეს არის დისკომფორტი. გადავყაროთ ნაგავი პამადის გარეშე, რა თქმა უნდა. ბიჭი, არ დამცხობ შენ შემოგელებ, გვაქვს ძალიან ცუდი გადმოსასვლელი. და მინდა წავიდე ჯიპისში. რა დამარცხნია ახლა? წამალი გარდა. მიუხედავად იმის, რომ ახველებს ვიჩხრობი, წამალი არ მინდა. გავაკეთე სია და გამოვყავი თანხა. იმიტომ რომ ზედმეტი მეხარჯება ხოლმე. ეხლა რა შედის ამ სიაში? კაფსიკამის მალამო, რომელიც ჩემ შულს სჭირდება მუხლების გასახურებლად, მეტატვინის გასახურებელი რამე არ არის? წიგნებს რომ ითხოვდეს. რაიმე მალამო უნდა მოვიკითხო. კბილის პასტა, ხვეული თმის მაზი, ბიფაზის ან რაღაც ესეთ ბიუჯეტური, ანუ რაღაცას ყიდულობ ხოლმე. და ლაროშეს საცხი, იმიტომ რომ ჩემმა შვილმა თავის დიდი თითებით, პრინციპში ივნისში მაჩუქა დაბადების დღეზე ეკამ ივნისამდე. და კი უნდა გამთავებოდა 2 ცალი. ერთი დიდი და ერთი პატარა და პატარა ბევრად მომეწონა და ხა უნდა დავათვალიერო. რას რა აკლდება, რა ფასია და არ უნდა გადავწდი ასლას. მოთხოვნა მაქვს. წავედი ცოტა ხელი მეკინა ხალხებო. ჩემი აყროლებული ქუჩა. სულ კანალიზაციის სულია, მართლა. ეს სასტუმრო კოპე გვაქვს. დარიგამ. გუში ძალიან რთული დღე მქონდა, ანუ გახსენებაც არ მინდა, იმდენ დაღლილი მოვედი და იმდენად გვიან, ამიტომ ვერაფერი ვერ შემოგთავაზეთ. არც ლაპარაკის თავი მქონდა. ვიჭუყავე და სარცხიც დღეს დავიწყე, ანუ წარმოიდგინეთ აბაზანაში რომ გაიხდით ტანსაცმელს და სარცხის მანქანის შეყრის თავი არ გაქვთ. ასე ვიყავით. მედი ეს ყმაწვილი არ მცემს ახლა რას მიიღებო ჩემ კოფის სმაო YouTube-ში რომ მოხდებო დავწიოთ. საფერი არ ყვავის არაკი ნახე ერთი ცალი მე მსუხარზე მრჩება თვალი და არის დროს არ მაქვს ხოლმე ქეშის არ ქონა არის ჩემი პრობლემა. აქ გახსნეს რაღაც ეგრევე დაუხეს ნიკოლოზის ტაძარია იქით. და ველოდოთ ჩვენს გზას ლეილას ფლავის სახლი, ოღონდ არ ვიცი მათ ვინ შედის და რა სჭამს. მეორე გადმოსასვლელი გადავიდეთ. თამბაქომ არაფერი ისეთი სანამ საბჭომდე არ გახვალ. ისეთ დიდი მუცელი მაქვს დამკაბათი საოცრად. 7 თვის ორ სულს გავარ.
Pipo, papo, papo. აქ არის სულ სათევზაო შიპინგ ტაიმები. სათევზაო ინვენტარის ამბავია. აი კუთხეში ცხება ყველაზე გემრიელი პური. ჩემი გადასვლის დროა. და რომ წამოვალთ, შევისყიდოთ. კარაქიანი პური და ჩაი იქნება მისწრება ეხა ჩემი ყელისთვის. ანტიკვარიატის სახლია, მაგრამ არაფერი არ ხდება მან. აქ არ ვიცი სარეკლამო მომსახურება. ბერლინის შაურმა არ გამისინჯავს. არ ვარ ნამყოფი. ეს არის პატარა სალონი. მეღვინეობა ჯიველიო. ეს პირველად დავინახე მე. სალონი ოპიუმი აუთბის საღებავით მინდა ვიყიდო. ცოტა მუქი ყავისფერი, ისეთი მოვისპეთ, ისეთი მოვისპე, არ ვიცი ამას. აი რატო ვარ ხო ვიცი ხოლმე თან, რომ ასე მომივა, ზუსტად ვიცი ხოლმე. ჩემი გზა იყო და დასრულდა, მაგრამ მე ხომ ისვარ. აქ იყო ძალიან კარგი სახინკე და ეცა ფიროსმანი ერქვა. რატომღაც დაიკეტა, არ ვიცი რატო. ჩამოვკუნკულდით პორიგულიანთან, ანუ ვარანცოვის მოედანსა შინა. და როგორც მოვუხვევ, უკვე GPS-ისთან ვარ, იქ ვერ შეგიყვანთ. არ შეიძლება. ეკაბატიაშვილი მწერს, ჩემი ეკაბატიაშვილი, როგორ ხარ, უცოცხალი ხარო, ეხლა დავეწიე შენს ვიდეოებს. მიყვარ ხარ, მაშინ გიჟდები ბატიაშვილი შენზე ვაფრე. დაგიბრუნებ პასუხს. აი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ვიდეოს ვერ. ეს არის ჩვენ ჯიპის. წავიდეთ ტაძარში ხარ, მოხს მე ნახში. ავიღოთ ნახში. ესეც ნიკოლოზის ეკლესიასთან რაც გვაქვს. ტრანსპორტის მაინც გავალექით. ჩვენი აქტივობა გამოგვიყვება. დავდივარ ხოლმე საკეთებთან. Габу-бу. Чи-чо-ча. Сирала-мазиха. Зависите.
დავიდეთ ავერსში. აი ასე რატო უნდა გაყარო მე რა რო გაჭირვებულებისთვის მოგაქვს ძალიან ვაპროტესტებ ხოლმე რაღაცებს სამ პატარა მწვანეა სამ გადმოდიხარ აღარ არის გაცდილებით ცოტათი კიდე რაღაცები დავდებ აღარ შევიძინე ავიდეთ და საფრთხე ორი ეს არის აღებავი და კეითროსი და მე თვითონ შევიღებ ნახეთ რა გამომივა სრული 9 საათი კაბის ფერებში პური სპანაირად არ გამოვიდა და რა გითხრათ წამოვედით ისე ვინც ხომარ წავალ საჩნამი მოვუარე და კარგი აქტივობა გამქონდა. მე ვხედავ ის გუშინ ისეთ მოვედი სახლში რომ წრის ნახევარზე ჩავაბარეთ ობიექტი. ამოწყდით. შემეშალა დაცვაში. წავაგე, რა თქმა უნდა. და ხდება ხოლმე. ლატარია. მაგრამ მე რომეცი არ ვანებებ ხოლმე თავს. როგორც შევედი აღვიქვი რომ აღარ გამოვეტოვდი, მაგრამ მე გავკახელდები ხოლმე და ზუსტად ვიცი რომ შედეგს დავდოთ. ხელფეხს ვერ ვატოკებდი ისეთ მოვედი, მოკლედ არ მინდა მოყოლა ჩემ სამსახურის ამბების. და მეგონა რომ ეს ვერ გავიგები, მაგრამ დიალოგი შეიძლება გავიგე. ნიკოს სკოლა ერთ ნაბიჯზე. რაც არ მოიწონე და ეს ამრეზით მიყურდა. მაგანა მე როგორი გინება ვიცი. აქეთა პროფილი არ მივარგან, ნუ ისე არც აქეთა, მაგრამ აქეთა უფრო კარგი. დავიდეთ. კომშუდა პურის ნახაზე, მაგრამ ჭუჭყერი ხელებით არასდროს არ შევჭამ საკმარს. ეს არის ნათიშვილის ქუჩა. აქეთ ისეთი მოგრძელებული სახლებია. მაგრამ მე-20 საათზე ცხოვრებას მისჩენია. ჩემი რო იყოს მე მოვეწესრიგე. ამ სახლზე გიჟდები. შეიძლება ყველაფერში გიჟდები. ყველაფერი გამწარებული. აი ეგ რაღაც გამოუშვინებიათ ეს არ იყო. და აქაც ის აქ. იმწვარ. ეს ესეთი ხალხი. თუმცა რომ ჩემი სახლის წინაც დავყარო მიწა და რამე ჩაბრგო. ავაც სახლზე. მუზეა ყავს სახში, მაგრამ იები კარგი იყო.
აი ეს დაბლზე არ მიყვარს მე ფანჯრები აი რომ გაიული და სახლში ვარდები. ჩემი იმერენი მეგობარი მეუბნება რომ ეს აღმოსავლური ამბავია და თქვენ გაქვთ კახეთში ეს მიწის პირზე ფანჯრებია და მე ვაპროტესტებ. აქ მაქვს სტომატოლოგიური წლებია, სადაც არ ყოფილა. არ ვიცი, შეიძლება კარგიც არის. აღმოსავლეთი და ფანჯარა შუაში აღარ ვემოხდი. შეიძლება იყოს მან. რაიმე. ვიყურე. ევიც. სახთან მაქვს ესეთი ლურჯ ბახს ეძახიან ამას. ჩუგრიკო არის. ჩუგრია. პატარა ჩუგრიკო. რამდენიმეჯერ გამოვედი მოლიკოსთან ერთად. და ამერა უნდა გამოვცხადდი სახლში. რაცა ესეთი. ეხლა რა შევიძინეს ამბავი. დავიკაბეწოთ ხელები. პირველი რაც უნდა მოვაწესრიგოთ პური, რომელიც არ ჩაეტა. პირდაპირ ასე შევდოთ და შემდეგ გამოვუჩინოთ ზაი. მე არ ვიცი, საღებავი ვიყიდე, მაგრამ ხო მივაფიჩინდი ამ კრუასანებს, ოღონდ მე არ ვჭამხალ ხო რასაც ვყიდულობ. რიგაიში ამბავი იყო. აქ მოსაწესრიგებელი მას რაღაცები, ეს არ დამოვიწყდა. ესეც ყველაფერი რაც ავიღებ ასეთთმობაში იყო, ესენი. ლიბრეში ავოკადო ღერს 2.79 და როცა ხვდები ხოლმე ყიდულობ. გათავდა ნიკოლოზის ეს ძალიან უყვარს. აქ უნდა შევძრე დონეს მისვლა ჭირდება. ეს ერთი, ეს მეორე. რა ვიყიდე ავერსში. ავერსში გადავიხადე 41 ლარი და 74 თეთრი. საწყისი ფასიო 81 ლარი და 94. რა ვიყიდე? ელგონის სააღებავის გამხსნელი. თვითონ ელგონის საღებავი, რომელიც 14 ლარად და 97 თეთრად ვიყიდე და მითხრა რომ ორ შეღებავზე გეყოფაო და ეს გამხსნელიც ალბათ ორჯერ მეყოფა, ვფიქრობ, არ ვიცი. ბიფაძის თმის მუსი თუ მაზი, რომელსაც მე და ნიკოლოზი მოვიხმართ ძალიან კარგად. 10 ლარი და ფიქსირებული ფასი ქონდა და იმისთვის რომ თმა ძალიან მოვისპე და კიდევ დღეს ვუპირებ რომ კიდევ მოვისპო. მუსიც ავიღე. კარგად აფიქსირებს. აქ გადავიხადე 41 ლარი და 74 თეთრი. გამიზოგია GPS-ი. GPS-ში გამოვიყენე ჩემი 9 ლარი. ეს არ მომცა ეს რა რაღაცა. მე არ გავხსოვდა. ის ჩამიგდა. ან მოვიდოდა GPS-ის SMS-ი ერთი წუთით ნახოთ.
საინტერესოა რა. ლაროშეს სახის კრემი დამატენიანებელი ავიღე. 42 ლარად და კბილის პასტა 13 და 24-ად. 30%-იანი ფასდათმობა ქონდა ლაროშეს და კბილის პასტასაც რაღაცა ესე, მაგრამ გამოვიყენე ჩემი 9 ლარი და გადავიხადე 56 ლარი და 10 თეთრი. ხო რა ცოტა გავხდი. რაც მქონდა დაწესებული ჩემი თავისთვის ლიმიტი 16 ლარი და 46 მივეცი კაფსიკამში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო. 56 ლარი მივეცი კბილის პასტაში და სახის საცხში და 41 და 74 მივეცი 114 ლარით გავუცდი. რაც ქონდა დაწესებული ჩემი თავისთვის. დანარჩენი წამოვაყოლე. წავედი ახლა გავხსნი მესაღებავს. გავიფუჭებ ამ ჩემს ნახეთ რა ლამაზად მაქვს თმები. კიდევ გავიფუჭებ ამ ჩემ თმას. და ახლა გაჩვენებთ როგორი დამწვარი და გაფუჭებული მაქვს. და ბაჯია მიმიქარავს, ისეთი კარგი ფერები მაქვს თავზე. არ გამდის ავარცხელი. წავედი. დავიტყლინძავ ამას. და მივხედავ, იქნებ ერთ ფერში მოვიყვანო ეს ყველაფერი საზღვრობა. რა მინდოდა, რას ვერ ჩუტე, ყოფილიყავი ჩემი 5 ღერი ჭაღარით. სერცხის მანქანს მორჩა გავფენ. მე თქვენ გისურვებთ ბედნიერად ხშობათ, დროებით გემშვიდობებით.